გამარჯობა. ეს არის პოდკასტი Teacher Unfiltered with Nutsa. ადგილი, სადაც ინგლისური ენის მასწავლებლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებთ და დღეს ყავს ახალი სტუმარი. ეს არის ელენა გიორგაძე, ინგლისური ენის მასწავლებელი და ტრენერი. ელენა, მადლობა რომ დღეს მოხვედი აქ. პირიქით, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, რომ შენს პოდკასტში შენობით მოგმართვა შეიძლება. შენს პოდკასტში მაქვს საშუალება რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანო. დიდი მადლობა. ელენა, მოდი წარუდგინოთ შენი თავი ადამიანებს, ვინც საერთოდ არ გიცნობს. ხო, მე ვარ ელენა გიორგაძე. მასწავლებელი პირველ რიგში. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩემთვის ყველაზე ღირებული, ჩემს სხვა პროფესიებთან ერთად მაინც მასწავლებლობა. შემდგომ უკვე ტრენერი. ტრენერობა რაც დავიწყე, იმის მერე ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება სხვა კუთხით წავიდა და ცოტა შეიცვალა. ელენა გიორგაძე, მასწავლებელი, ტრენერი, შვილი და უბრალოდ ადამიანი. ძალიან კარგი. ელენა, ყოველთვის იცოდი, რომ მასწავლებელი გახდებოდი, ეს იყო შენი ბავშვობის dream job-ი ესე. ხო, არა, არ ყოფილა ეს ჩემი საოცნებო სამსახური ბავშვობის, იმიტომ რომ მახსოვს მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც დავიწყე ქიმიაზე და ბიოლოგიაზე მომზადება, იმიტომ რომ გულის სიღრმეში მინდოდა რომ ყოფილიყავი ექიმი. ალბათ ეს ადამიანების დახმარება მაინც მდგომარეობს იმაში, რომ ორივე მხრივ, მაგრამ მახსოვს რომ მინდოდა ექიმი ყოფილიყავი, მაგრამ მე-12 კლასში რაღაცნაირად შევიცვალე ჩემი ეს მიზანი, რაც მინდოდა, იმიტომ რომ ძალიან მე ზოგადად ძალიან მიზანსწრაფული ადამიანი ვარ და ყოველთვის ვცდილობ რომ მიზნამდე ბოლომდე მივიდე და ძალიან ისე მიზნისთვის მემზადებოდი, მაგრამ მე ბოლოს შევიცვალე და გადავწყვიტე რომ ცოტა სხვა კუთხით და სხვა გზით წავსულიყავი, რადგან მივხვდი რომ მასწავლებლობაში უკეთესად ვიგრძნობდი თავს, ვიდრე ექიმობაში, ხო, და ამიტომ გადავწყვიტე რომ მასწავლებელი გამხდარიყავი. მამა ჩემის ძალიან დიდი სურვილი იყო რომ ექიმი უყოფილიყავი და ალბათ ამანაც იმოქმედა, მაგრამ ბოლოს მაინც ის ავირჩიე, რაც ავირჩიე და მე მგონი სწორი გადაწყვეტილება მივიღე. არ ვიცი როგორი ექიმი ვიქნებოდი, მაგრამ არ ნანობ რაც თავადია. ხო, არა, არ ნანობ, ნამდვილად არ ნანობ. მაგრამ მე მგონია რომ ქვეცნობიერი მაინც გრძნობდა ყოველთვის რომ მასწავლებელი ვიქნებოდი, იმიტომ რომ მახსოვს ხმა ბავშვობაში მე და ჩემსა და ჩემს ძმას შორის 4 წელია სხვაობა და მე და ჩემი ძმა თამაშს როცა ვიწყებდით, სულ მასწავლებლობას ვეთამაშებოდი, უნდოდა თუ არ უნდოდა, მაინც მასწავლებლობას თამაშობდით და მე მგონი ქვეცნობიერი გრძნობდა. მოწოდება იყო რაღაცნაირად. რა იყო შენი პირველი სამსახური? ჩემი პირველი სამსახური 18 წლის ასაკში დავიწყე მოსწავლეების მომზადება, მაშინ კოვიდი დაიწყო, ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ინგლისური ფილოლოგია დავასრულე, მე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველ კურსზე ვიყავი და პირველი კურსიდანვე დავიწყე მოსწავლეების მომზადება ონლაინ რეჟიმში სხვათა შორის და გახსოვთ მაშინ რა გაურკვევლობა იყო ამ ონლაინის, იმიტომ რომ არანაირი პლატფორმა არ გქონდა იმისათვის რომ რაღაცა გვესწავლებინა და აი ჩემით ვიძიებდი რაღაც სხვადასხვა აპლიკაციებს, რომ ეს გაკვეთილი ინტერაქციული ყოფილიყო პირველ რიგში და მოსწავლეებისთვის საინტერესო. თან როცა შენი კარიერის პირველ ნაბიჯებს დგავ, მაშინ ყველაზე მეტად გჭირდება ეს ინტერაქცია და მე არ მქონდა სამწუხაროდ ეს და ცოტა რთული იყო ამ ხრივ ჩემი პირველი ნაბიჯები, იმიტომ რომ ონლაინ სწავლება დღემდე უჭირს ძალიან ბევრ ადამიანს და დღემდე თავს იკავებს, იმიტომ რომ ეს face-to-face კომუნიკაცია მაინც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თუნდაც იდეების გაცვლა ასე უფრო მარტივია, ვიდრე ონლაინ რო ვხედავთ, იქ არ ვიცით სხვა ტექნიკური ხარვეზი რას გააკეთებს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რთული პერიოდი იყო იმ მომენტისთვის, როცა მე ჩემი ეს რაღაცა კარიერა დავიწყე. იცი რა, საინტერესოა ხა, შენ ახსენე კოვიდი დაიწყო, შენ დაიწყე მასწავლებლობა. ანუ რას ნიშნავს კოვიდი რომ არა, შეიძლება მაგ პერიოდში 18 წლისას არ დაგეწყო მაგალითად. იცი რა, ხო, იცი რა, ნუცა ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად ძალიან საჭირო არის პრაქტიკა. და ყოველთვის მახსოვს ვიყავი ძალიან შრომის მოყვარე.
იმიტომ რომ ფიქრობ, რომ შრომაში იზრდები ადამიანი, თუ შრომობ იზრდები. და ვიცოდი, რომ ძალიან ბევრ შეცდომას დავუშვებდი. ახლაც ყველა უშვებთ შეცდომას, ხო არავინ არ არის უშეცდომო. მაგრამ მაინც ყოველთვის აი ჩემს გონებაში მქონდა ეს მომენტი, რომ აი როდის უნდა დამეწყო. ცოტა მეშინოდა, როგორც ყველას ალბათ, თან ამასაკში ძალიან რთულია ეს ყველაფერი დაიწყო. და შემდგომ კოვიდი რო დაიწყო, მიბიძგა. ფიქრი მქონდა, მაგრამ კოვიდმა მიბიძგა, რომ მიდი ელენა, მე მგონი შენი დროა და დაიწყე. რომ არა კოვიდი ალბათ face to face გაკვეთილები გეკეთებოდა. კი, რა თქმა უნდა. კი, ამის ძალიან დიდი სურვილი მქონდა და კოვიდი რო დაიწყო, აი ამ ფიქრებში ვიყავი ზუსტად, რომ დავიწყო არ დავიწყო, ონლაინ შევძლებ თუ ვერ შევძლებ, ინტერნეტმა რო გამიჭედოს, Wi-Fi-ს მოდემს ძალიან ბევრჯერ ვამოწმებდი ხოლმე სანამ გაკვეთილს დავიწყებდი, რომ აი აბა კარგად მუშაობს, მეგობრები შემომყავდა, რომ აბა ხომ არ უჭედავ, რომ დამეტესტა ყველაფერი. ხო, ზართული იყო ამ ხრივ. მაგრამ აი კარგი გამოცდილებაა ჩვენ ახლა მაგალითად ჩვენ რა ვინც მანამდე ვასწავლდით სიტყვაზე ძირითადად პირიქით გქონდა ესე ადგილზე გაკვეთილები და მე გადავედით ამ ონლაინზე და ზოგს გავუჭირდა ზოგი მალევე ადაპტირდა ახლა მე მაგალითად პანდემიამდე მქონდა Skype-ით გაკვეთილები ძირითადად მათთვის ვინც თავიდან მე Skype-ით დავიწყე ხო მაშინ რა ვიცი მე მგონი არც იყო თავიდან Google Meet-ი შემოვიდა კი მე Google Meet-ზე გადავედი კი და ხო მაგრამ აი Skype-ით გაკვეთილები მანამდე მქონდა განსაკუთრებით უცხოეთში ქართველებთან და ნუ სხვა რეგიონებში ვინც არის და უნდა გაკვეთილები და სიმართლე რომ გითხრა ახლა ჩემთვის არ იყო ისეთი დიდი ამბავი არ იყო ჩემთვის ეს ადაპტაცია რაიმე და რაღაც უსაშუალო მაგრამ ზოგისთვის იყო კი ზოგისთვის უმეტესისთვის კი შენთვის პირიქით მოხდა დაიწყე ონლაინ 1-2 წელი ალბათ ხო ონლაინი მუშაობა და მერე გაიხსნა ეს ყველაფერი, აღარ იყო ეს ჩაკეტვა და მერე უკვე გადახვედი პირისპირ გაკვეთილებს. კი ბატონო. ანუ შენთვის როგორი ცვლილება იყო ეს? ხო, ნახეთ როგორ იყო ნუცა. ონლაინ რომ დავიწყე, ნუ ჩვენი პროფესია ასეთია, ხო, რეკომენდაციით იწყება ყველაფერი, იმიტომ რომ რეკლამა არ გაგიკეთებია. ხო, რეკლამა არ გამიკეთებია თავიდან, იმიტომ რომ ვერსად ვერ გავაკეთებდი რეკლამას და უბრალოდ დავიწყე ერთი მოსწავლე, რომელიც იყო ჩვენი ახლობლის ახლობელი, ის მოვიდა, იმისგან დავიწყე და შემდგომ ასე ჯაჭვური პრინციპი შეიქმნა, ხო და მე აი ეს რაღაცა ცხოვრება მოიტანა მე მგონი face to face გადასვლა ჩემი მხრივ რომ დღესაც უმეტესი მოსწავლე ონლაინ ყავს, ონლაინ მუშაობ, მაგრამ ნუ face to face-აც რა თქმა უნდა. და ეს ერთ-ერთმა მშობელმა დამირეკა, რომ ჩვენ ონლაინ არ გვინდაო, ახლო ვცხოვრობთო და თუ შეიძლება რომ მოვიდესო შენთან. კი, და კოვიდის პერიოდი იყო ჯერ კიდევ და თუ შეიძლება რომ მოვიდესო შენთან, უკვე გავდიოდით ხოლმე ამ კოვიდის რაღაცებს, აღარ იყო ისეთი ეს ჩაკეტილობა აღარ იყო კი და დავთანხმდი და მე ასე დავიწყე. იქ თუ კომპიუტერში ვამზადებდი მასალებს, შემდგომ რა მქონდა, იცი რომ აი ეს კომპიუტერში კი მაქვს მასალები, მაგრამ აქ რომ მოვაბავშვი კომპიუტერს ხომ არ დავუდებ, მოდი ახლა printed version-ებს გავაკეთებ ამისთვის და მქონდა პრინტერი თუ შეიძლება მქონდა კი და ნუ ეს ამით აღჭურვილი ვიყავი ყველაფრით და ეს ძალიან დამეხმარა და შემდგომ დავიწყე. რაღაცაერად ბუნებრივი პროცესი იყო და ამ ყველაფერს შევეგუე ბუნებრივად და არ გაგიჭირდა მოკლედ face to face. გამიჭირდა, ხო, არა, კი, გამიჭირდა, როგორ არა. ზოგადად თავიდან როდესაც იწყებ რაღაცას, ყველაფერი გიჭირს ადამიანს და შემდგომ ადაპტაციის უნარი თუ გაქვს, ეგუები. მაგრამ თავიდან ყველაფერი რთულია. ონლაინაც რთული იყო, მე face to face გადასვლაც რთული იყო. შემდგომ ცენტრში დავიწყე მუშაობა, ისიც რთული იყო. რთული იყო იმ ხრივ, რომ ჩემთვის ჩემი ემოციურობიდან გამომდინარე ძალიან ესეთი პედანტი ადამიანი ვარ და მინდა რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც უნდა იყოს და აი ამან შემიშალა რაღაცეებში ხელი კი რომ მინდოდა რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო და დღემდე არ არის ისე როგორც მე ვგეგმავ ყველაფერს ხო ტრენინგებზეც თუნდაც არ არის ისე როგორც მე ვგეგმავ მე სხვანაირად მიდის რაღაცები და ეს სულაც არ არის ცუდი მთავარია ის მოცემულობა შევატრიალოთ იმისკენ რომ საბოლოო შედეგამდე მივიდეთ. მივიდე მაინც კი ტრენინგებზე აუცილებლად ვისაუბრებთ ცალკე, იმიტომ რომ შენი ერთ-ერთი ესეთი დიდი მიმართულება არის, ხო? მაგრამ ეხლა მოდი დავუბრუნდეთ დამწყებ მასწავლებლებს.
ალბათ ტრეინინგებზე მოდიან კი, რა დამწყები თქმა უნდა. მასწავლებლის და შენი გამოცდილებიდან გამომდინარე შეგიძლია თქვა, რა შეცდომებს უშვებენ დამწყები მასწავლებლები დღეს? ხო. ყველაზე დიდი შეცდომა და ჩემი შეცდომაც ეს იყო, ვფიქრობ, რომ მეგონა რომ მასწავლებელი არის უშეცდომო. ანუ მასწავლებელი შეცდომას არ უშვებს, არ აქვს უფლება რომ შეცდომა დაუშვას, ყოველთვის ამას ვფიქრობდი და ჩემ თავს ყოველთვის ვადანაშაულებდი, რომ ელენა ისე უნდა იყო მომზადებული, ისე უნდა შეხვიდე გაკვეთილზე, რომ არც ერთი შეცდომა არ უნდა გაგეპაროს და ეს ძალიან გსტრესავს შინაგანად და ვფიქრობ, რომ აი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ თავიდან შეცდომები, მაგრამ უშეცდომო არავინ არ არის. შეგვიძლია აღიაროთ ჩვენი შეცდომა, გამოვასწოროთ და შეცდომის აღიარებაც უნდა შეგვეძლოს, რომ აი ეს შეცდომა დაუშვი და ესე ყოფილა და მოდი ახლა ამისკენ წავიდეთ და ვფიქრობ, რომ აი ეს არ უნდა ჩავიბეჭდოთ გონებაში, რომ მასწავლებლები, რახა მასწავლებლები ვართ, ადამიანები არ ვართ და უშეცდომოები ვართ. ვერ. ჯობია ხომ ალბათ კი რო თქვა რომ შეცდომა დაუშვი მით უმეტეს სამდენ ადამიანთან და მოსწავლესთან და სტუდენტთან გაქვს კონტაქტი და ალბათ ეს აღიარება უფრო ფასდება ვიტყოდი ვიდრე ის რომ დამალო მიჩქმალო მით უმეტეს ამ პერიოდში ვერაფერს ვერ დავმალავთ ხო გავლენ ჩვენი მოსწავლეები რაში შეეპარებათ ეჭვი გადაამოწმებენ და დასრულდება იქ ჩვენი რეპუტაცია პირველ რიგში და ავტორიტეტი მოსწავლეების თვალში და მე ვფიქრობ რომ თუ ავტორიტეტი არ გაქვს მოსწავლესთან რამდენადაც ძლიერი არ უნდა იყოს შენ საგანში იქ შენი მასწავლებლობა უკვე ნულზე ეცემა სამწუხაროდ. ოკეი. ეხლა მითხარი რა იცი? რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის გაკვეთილებზე გრამატიკა თუ კომუნიკაცია? ხო. ეს ძალიან ისეთი კარგი შეკითხვაა. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ყველა მასწავლებელს ქონია და დამეთანხმებიან ეს შემთხვევა რომ რეკავენ და გვეუბნებიან რომ სასაუბრო ნაწილის სწავლა მინდა გრამატიკის გარეშე. კი, ყველა თითქმის გამონაკლისის ხო. და აი როგორ, ხო? აი როგორ. კი, მესმის რომ როცა სასაუბრო უნარებზე ვმუშაობთ, იმ სიღრმეებში არ ჩავდივართ გრამატიკის, რაც დაუშვათ კონკრეტული გამოცდის დროს, მაგრამ თუ საერთოდ არ გასწავლი მე შენ გრამატიკას, წესების დონეზე არ გასწავლი, მაგრამ წინადადებების დონეზე ხომ უნდა გასწავლო. ვფიქრობ, რომ ამ ორივეს აქვს ერთნაირი ღირებულება. აი სასწორზე რომ დავდო ზუსტად ერთნაირად დაჯდება სასწორი, იმიტომ რომ თუ გრამატიკა რაღაც დონეზე იცი, ამ გრამატიკის გამოყენება საუბარში უნდა შეგეძლოს. ანუ რა დონეზეც იცი გრამატიკა, იმ დონეზე უნდა გამოიყენო საუბარშიც. აი ზუსტად ამ ბალანსს ქმნის და ასე სწავლობ მე საუბარსაც. მხოლოდ გრამატიკა ვასწავლო, მოსწავლეს არ მგონია სწორი, იმიტომ რომ და პრაქტიკული გამოყენება თუ პრაქტიკული გამოყენება არ მივეცით და არ მივახვედრე რაში სჭირდება, ის წესები დღეს მე ჩამაბარებს და ხვალ აღარ დაამახსოვრდება და თან ვერც გამოიყენებს ხო, აი ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი რაღაც, რომ აუცილებლად უნდა გქონოდა რაღაცა წესების რვეული, დიდი რვეული და ამ რვეულში ეს ქართულად ჩამოწერილი წესები უნდა გცოდნო და შემდგომ უნდა მოგეყოლა, უნდა ამე რომ გაეღვიძებინე, უნდა გცოდნო და მაგრამ ბოლოს რა ვრჩებოდა, ხო? აი ესა ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ კი მესმის რაღაცები და თუ მასწავლებელი უნდა გახდე, ეს წესებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ პირველ რიგში ენას გამოყენება უნდა მისცე და ისაუბრო ენის პირველი დანიშნულება საუბარია და შემდგომ უკვე ის რაც გჭირდება შენი პროფესიიდან გამომდინარე, იმ დოზით ისწავლო ის გრამატიკა, იქნება თუ რაც იქნება, რა დოზითაც გჭირდება, რა თქმა უნდა, კი. ძალიან კარგი რამე ახსენე შენ ეს თარგმნის მეთოდი, ხო, გრამატიკულ წესებს რო წერდით და თარგმნით. დღესდღეობით მე პირადად გეტყვი რას ვაკეთებ ხოლმე, ანუ მე ძირითადად ქართულ ენას არ ვიყენებ ახსნის დროს, ხო? ძირითადად ყველაფერს ვხსნი ინგლისურად, გრამატიკაშიც, ლექსიკაშიც და არ ვთვლი საჭიროდ, რომ გრამატიკის წესები ქართულად უნდა ვასწავლოთ. თუმცა ამავდროულად არიან ის კატეგორია სტუდენტების, ვისაც უნდათ რომ თავის ენაზე წაიკითხონ და ნახონ და კი ბატონო, თუ უნდათ მათინებაა და გააკეთონ ეს, არიან ალბათ ის მასწავლებლებიც, ვინც აძლევს თვითონ ამ ქართულ განმარტებებს და წესებს. შენ ხო, მე ქართულ წესებს არ ვაძლევ. არასოდეს არ მიმიცია ჩემი
სწავლების პერიოდში ქართული წესები მოსწავლისთვის. ერთადერთი რასაც ვაკეთებ და ზოგი ამასაც ეწინააღმდეგება. ნახე, მაინც რაც არ უნდა ვთქვათ, რომ კი ინგლისური ვიცით, ჩვენი მეორე ენაა ინგლისური მაინც და ჩვენი native ენა არის ქართული, ხო? და ქართულ ენაზე რაღაცების გააზრება მნიშვნელოვანია ხოლმე. და როცა მჭირდება და როცა ვამჩნევ, რომ მოსწავლე რაღაცას ვერ იგებს, ვუკეთებ ქართულთან შედარებებს. წინადადებებსაც ვათარგმნინებ, არის შემთხვევები, როცა ვატყობ, რომ მოსწავლეს სჭირდება, მაგრამ აი ასე რაც მე ვახსენეს კონსპექტების სახით, არასდროს არ გამიკეთებია გულწრფელი რომ ვიყო. მაგრამ თუ საჭიროება მიმიცია კი ბატონო წინადადებების გადათარგმნა, მიმიცია ქართულთან პარალელის გავლება, რა თქმა უნდა, მე ქართული ენის გრამატიკა ვიცი, აი მყოლია რუსულენოვანი მოსწავლეები და რუსული არ ვიცი ამ დონეზე, რომ დაუშვათ გრამატიკაში პარალელი გავავლო, ხო და არ შემიძლია, მაგრამ აი ქართული ენის გრამატიკასთან შემიძლია და შესაბამისად ამას რომ ვაკეთებ ხოლმე, შემდგომ უმარტივდებათ, მაგრამ თუ ვატყობ, რომ მოსწავლეს აქვს იმის უნარი, რომ ინგლისურად გაიაზროს, მირჩევია, რომ მაინც ინგლისურად გავაკეთო, კი, ვიდრე რაღაცა ქართული ენის წესები. იმიტომ რომ ჯერ მარტო ვერ გავავლებთ ყველაფერთან პარალელს. ხო, იმიტომ რომ საერთოდ სხვადასხვა ნაირია, ხო, ქართული ენის გრამატიკა, აგებულებითაც, წინადებების სტრუქტურებითაც, ნუ ყველაფრით და ამიტომ ჯობია რომ ინგლისურად გაიგოთ, ამაზე ვწავდებით. რა სიტყოდი შენ რა ყველაზე დიდი მითი გაგიგია ინგლისურის სწავლების შესახებ? ხო, ეს გადაება. ის რომ საუბრის სწავლა გრამატიკის გარეშე შეიძლება, კი. აი ახლა რაც მომივიდა თავში ეს არის, კი. ანუ, ნახე ეს გამოიწვია ამ რაღაცა სხვადასხვა მარკეტინგულად შეფუთულმა კურსებმა, ასე მგონია. ხო, რომ აი იმდენად ხშირად ხდება, რომ მოდი სამ თვეში ინგლისური. კი, ანუ ეს უბრალოდ მარკეტინგის გამო ფიქრობ, რომ ამან გამოიწვია, რომ შესაძლებელია და რეალურად მე იქაც ხვდები, რომ გრამატიკის გარშე ვერ ისწავლი საუბარს, ხო, ენა არის. იმედია მოგვისმენენ ის ადამიანები, ვინც ითხოვს ესეთ კურსებს და რა ვიცი, ხო, და ძალიან ბევრი ითხოვს. მართლა მიხვდებიან, რომ აი შეუძლებელია. მე ყოველთვის ვამბობ, კი ბატონო, სიტყვების სწავლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ეს სიტყვები რა ჩავყაროთ ერთად სადმე და ეს ყველანაირი წესის მარტივი basic ესე ვთქვათ გრამატიკის გარეშე, აი როგორ წარმოგვიდგენია ამ სიტყვებისგან რამის შექმნა. აი ნუ ცეცი რა არის, მე მაგალითად აი ესეთ საკეულად სიტყვებსაც არასდროს არ ვასწავლი მოსწავლეს, იმიტომ რომ მგონია რომ კი არა, როცა ითხოვენ. ხო, აი კონტექსტში გამოყენება თუ არის სიტყვის, აი მოსულან ჩემთან და უთქვამთ რომ აი ძალიან ბევრი სიტყვა ვიცი, აი ეს წიგნი გავიარე. მაგრამ ერთი წინდადებაც ვერ აუგია. ხო, ეს არის ზუსტად მიზეზი, უკონტექსტოდ სწავლა და გრამატიკის სწავლა, კი ბატონო. კი. დღეს ბავშვები, ახალგაზრდები, ვთქვათ, განსხვავებულად სწავლობენ? კი, რა თქმა უნდა. კი. იცით, მე მახსოვს ჩემი სკოლის პერიოდში ანუ რა მეთოდით არ უნდა შემოეთავაზებინა მასწავლებელს, მე ის მეთოდი მეგონა სწორი. მიღებული და ყოველთვის იმ მეთოდით ვსწავლობდი. არ მიჩნდებოდა იმის ამბიცია, რომ აი მე ნახა თუ არ ვიცი რატო, ანუ ახლა რომ ვფიქრობ, უნდა გაუჩნდეს ყველას ეს ამბიცია, რომ აი შენ პრეფერენსებიდან გამომდინარე, როგორ შეგიძლია უკეთესად ისწავლო, ხო? და ჩვენ ეს ამბიცია არ გვქონდა. და ახლა ეს ამბიცია, ხო, რასაც ვთავაზობდნენ, იმას ვიღებდით, იმის მიხედვით ვსწავლობდით, რა შედეგს ვდებდით, ესეც ქულით განისაზღვრებოდა უბრალოდ, მაგრამ ახლა ბავშვები ცოტა სხვანაირად სწავლობენ. შენ მათ უნდა მიაწოდო რამდენიმე მეთოდი და თვითონ არჩევენ. იმიტომ რომ ერთ მეთოდს არასდროს ანუ ერთი მეთოდით სწავლება არასდროს არ ამართლებს. ანუ მათ უკვე აქვთ ეს განვითარებული ეს კრიტიკული აზროვნების უნარი. ხო, კრიტიკული აზროვნების უნარი და ვფიქრობ, რომ ჩემ ბავშვობაში აი ეს უნარი ცოტა ნაკლებად გვქონდა განვითარებული, იმიტომ რომ რასაც აძლევდნენ იმას ვიღებდი და რაღაცა კრიტიკულად არ ვიაზრებდი რაღაცებს, რომ შეიძლებოდა სხვანაირად მეცა და ახლა აი მე მომისმენია ჩემი მოსწავლისგან, რომ რაღაცა კონკრეტული reading task-ი რომ მიმიცია მაგალითად უთქვამს, რომ მას აი ეს AI-ს გავაანალიზებინე და შემდგომ აქედან მე სიტყვები ვისწავლე.
როცა მე საერთოდ სხვა რაღაც მithქვამს, რომ სხვანაირად გააკეთე და მაგრამ შენც გაქვს მიმღებლობა რომ რა თქმა უნდა, აბა რა თქმა უნდა, მთავარი არის რომ ჩვენ შედეგამდე მივიდეთ და ვინ რა მეთოდს აირჩევს, სურვის მეთოდი ყველა სხვადასხვა აქვს და მთავარია იმ რაღაც ნიშნულამდე მიხვიდე, ხო? კი. შვენიერი. შენ CV-ში წავიკითხე ერთი საინტერესო დეტალი, რომ ამერიკელებს ასწავლიდი ქართულს. ხო, ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ეს. აბა რატომ მოხდა, როგორ დაიწყე ქართულის სწავლა? ხო, მე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მაქვს დასრულებული, ბაკალავრიც და მაგისტრატურაც და ბაკალავრის პერიოდში მესამე კურსზე ვიყავი, ძალიან ესეთი შესანიშნავი ლექტორი მყავდა. მე მგონი შეიძლება სახელი და გვარის დასახელება, ხო. რა თქმა უნდა. ქალბატონი ნათია ფუტკარაძე, რომელმაც შემომთავაზა ეს პოზიცია, რომ ჩემი ლექტორი იყო და მან მითხრა, რომ ელენა თუ სურვილი გაქვს, ამერიკელთა ჯგუფი ჩამოდის, ქართული ენის ლექტორი გვჭირდება, თუ გაქვს სურვილი, გავაკეთოთ ეს კურსი. ხო, და ძალიან ისეთი დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს საერთაშორისო გამოცდილება იმ პერიოდში, მე კოვიდის პერიოდში მომიწია ეს სწავლების პერიოდების გავლა და ძალიან უცხო იყო, იმიტომ რომ აი ყოველთვის ბავშვობიდან მინდოდა, რომ საზღვარგარეთ წავსულიყავი, მიმეღო განათლება და იმ პერიოდმა რაღაცნაირად ხელი შემიშალა ამაში. და ეს რო არ გამოვიდა, ვიფიქრე, რომ აი ეს ნიშანია თქო და აუცილებლად უნდა დათანხმდე, რომ ეს ამერიკელებთან ურთიერთობა გქონდეს და სხვათა შორის ძალიან საინტერესო და კარგი იყო ჩემთვის. ამერიკელებს ხვდებოდით, კვირაში ორჯერ გქონდა ხოლმე შეხვედრები 3 საათის განუჩოლებლად ლექციის პერიოდი იყო. ამერიკიდან ჩამოდიოდნენ დაფინანსებული პროგრამით, სხვადასხვა ასაკის ადამიანები, სხვათა შორის, არა, მარტო სტუდენტები არა, სხვადასხვა ასაკის ადამიანები და ისინი ძალიან დიდი ენთუზიაზმით სწავლობდნენ ქართულს და მე ჩემი მეთოდი შევიმუშავე. მაშინ მქონდა ხოლმე ბილიკი წიგნი, ეს ესეთი ცნობილი წიგნია ქართული ენის სასწავლებლად, მაგრამ ეს რაღაცა არ დამაკმაყოფილა და მგზავრების მუსიკით დავიწყე სწავლება. ხო, კი, მუსიკას ვასმენინებდი, ტექსტს ვაძლევდი, მე ამ ტექსტიდან სიტყვებს ვიღებდი და ვასმევინებდი თვითონ. მე ვასწავლიდი თვითონ სიტყვების მნიშვნელობას და ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ერთი კაცი იყო 7 საკრავზე უკრავდა. ამან გამიჩინა ეს იდეა და ყოველთვის გრძნობდი ხოლმე რომ სასაუბრო თასკებში უნდა მუსიკაზე საუბარი. და მასთან დავტესტე პირველად ეს მივხვდი რომ დაინტერესდა. და დაინტერესდა ძალიან და შემდგომ შედეგიც გამოიღო ამან, იმიტომ რომ ის სიტყვები, რასაც ისმენ და სულ ახსოვდა, აი ეს გაიღვიძა ბუნებამ რომ იყო, ანუ სხვადასხვა თემებს ვარგებდი ხოლმე სიმღერებს და ძალიან მარტივად იმახსოვრებდნენ ამ სიტყვებს. აი მაგალითად სიტყვას რო ვეკითხებოდი ან წინადადებას, ეგრევე მელოდია ახსოვდა და მელოდიურად მიყვებოდა ხოლმე და მე ერთ-ერთ ვიდეოში ვნახე ამერიკაში რო ჩავიდა ვიდეოედო რაღაც დრამზე უკრავდა და სიმღერას მღეროდა ქართულად და ძალიან მესიამონა, ხო, ძალიან რაღაცა კარგი განცდა იყო ეს და ძალიან გაამართლა ამან და ინგლისურის სწავლებაშიც ვიყენებ ხოლმე სიმღერების მეთოდს. ჩემი ბაკალავრის თეზისიც ამაზეა, რას ემსახურება, ხო, ეს სიმღერის როგორ რა რეაგირებას ახდენს მოსწავლეზე, როცა სიმღერებით სწავლობს და ეს არ ვიცი რატო გავაკეთე, მაგრამ იმ მომენტში ეს სპონტანურად მოხდა, რომ ქართულშიც გამოვიყენე სიმღერებით სწავლება და ძალიან კაი შედეგი გამოიღო. მთავარია რომ მოეწონათ, ხო, ეს რაღაცა ინოვაციური რაღაც შევიტანე და ძალიან კარგი იყო, მოეწონათ და დღემდე აი ეს რაღაცა სოციალური ქსელით კავშირი მაქვს ამ ამერიკელებთან. კი. და ეს რამდენი ხანი გაგრძელდა ეს პროექტი? ეს 1 წლის განმავლობაში იყო ეს პროექტი. და სულ სხვადასხვა ადამიანები ჩადა. პროგრამები იყო, ორთვიანი პროგრამა იყო, სამთვიანი პროგრამა იყო, ვიღაცას 10 გაკვეთილი ქონდა აღებული, ვიღაცას 20. მათზე იყო დამოკიდებული ამხელა პროგრამასა იყო. კი, მათზე იყო დამოკიდებული და შემდგომ უკვე როგორ იყო, იცი თუ მაგალითად 10 გაკვეთილს იღებ და შენ ამათ გაკვეთილში რაღაცა კონკრეტული უნდა მოგესწრო აუცილებლად. და ძირითადად დამწყებები იყვნენ ალბათ? კი, ძირითადად კი არა, არაფერი არ იცოდნენ და
ცით როგორ იყო? მე ვცდილობდი ხოლმე რომ ქართულად მელაპარაკა, მაგრამ ძალიან მაშინ აღმოვაჩინე რომ ძალიან რთულია შენი ენის სწავლება. იმიტომ რომ საუბარშიც კი ამას ვაკონტროლებდი რომ ძალიან მარტივი სიტყვები გამომეყენებინა იმისთვის რომ დაეჭირათ ჩემი სიტყვები. შემდგომ ბგერები იყო ძალიან რთული მათთვის. შემდგომ უკვე ვცდილობდი რომ აი ისეთი ტონით მესაუბრა რომ რაღაცად მომყოლოდნენ, მაგრამ როცა ეს შენი native ენა არის, ეს რთულია. ხო, უფრო რთულია, იმიტომ რომ იქ ძალიან უკვირდები. მე ანდაზების გამოყენება არ მინდოდა. მე ვასწავლიდი რაღაცა ანდაზებს და თვითონაც იყენებდნენ ხოლმე, ნუ ძალიან სახალისო პროცესი იყო. ბევრი რაღაც დაგიტესტავს. ხო, კი, ძალიან ბევრი რაღაც დამიტესტავს. აი, ინგლისურშიც ყოველთვის ვცდილობ, რომ სხვადასხვა რაღაცები დავტესტო. იმიტომ რომ მე თვითონ ესეთი ადამიანი ვარ პიროვნულად, რომ ეს მონოტონური რაღაცები არ მიყვარს. აი, თუნდაც ერთი პროგრამა ხო, მასწავლებს გვაქვს პროგრამები გაწერილი, ხო, A1-ის პროგრამა მაგალითად და A1-ის პროგრამას გავდივარ, რა ვიცი, 10 ადამიანთან, ხო? 10 ადამიანთან სხვადასხვანაირად გავდივარ, ხო? იმიტომ რომ ისიც ხო სხვა ინდივიდია, იმასაც ხომ და მოარგო. ხო, კი, აი ერთხელ ერთმა მოსწავლემ მითხრა, ის გოგონა, დიდი გოგოა, რომ ამ მასალებსო მხოლოდ ჩემთვის ადგენო თუ ყველასთვის ერთი და იგივე არისო და ან რატო იცი აი TED-Talk-ებს რომ უგზავნიდი, ეცნო რომ ფსიქოლოგიაზე უგზავნიდი, იმიტომ რომ ფსიქოლოგია მოწონდა. IT მოსწავლე მყავდა, იმას რაღაც IT-ზე უგზავნიდი და აი ამას რო ვაკეთებდი, ეს იგრძნო. გამიხარდა რომ იგრძნო. ხო, პერსონალიზებას რო ვახდენდი, კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რასაც არ უნდა ვასწავლიდეთ, გონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად. და ვინაიდან შენ გაქვს საშუალება შეადარო ეს ენის სწავლელები ამ ორი აბსოლუტურად სხვადასხვა კულტურის, როგორ განასხვავებდი მათ ქართველებს და ამერიკელებს? ხო. ნახეთ როგორ არის, მე რაც შევამჩნიე, ჩვენ ქართველები ძალიან ამერიკელებთან შედარებით უფრო მარტივად ვსწავლობთ ინგლისურს, ვიდრე ისინი ქართულს. ნუ ეს რა თქმა უნდა გერების გამოც, თვითონ ასოების გამოც და ჩვენი პირის აპარატი ძალიან განვითარებულია ამ კუთხით. იმიტომ რომ ჩვენ აი ამ ბგერებს წარმოვთქვამთ ძალიან მარტივად, კი ბატონო. და ჩვენი პირის აპარატი ამ მხრივ ძალიან განვითარებულია. აი, მაგალითად ამერიკელებთან ძალიან დიდი ხანი მჭირდებოდა ხოლმე მე მუშაობ ბგერა ხ-ზე. ხო, აი ძალიან დიდი ხანი. მაგრამ ქართველებთან ეს უფრო გამარტივებული პროცესია, იმიტომ რომ მე არ მახსოვს ჯერ არც ერთი ჩემი მოსწავლე, რომლისთვისაც რაღაცა კონკრეტული ბგერა ამიხსნია და მას შემდგომ არ უსწავლია და ვერ გაუმეორებია. ხო, ანუ ამის სიმარტივე აქვს ჩვენს ენას, როდესაც შენ ქართული იცი პირველ ენად, შემდგომ სხვა ენების სწავლა გიმარტივდება პირის აპარატის გამო. კი, პირველი ეს, ალბათ. და დანარჩენი აი მაგალითად мотиваციის, მონდომებულობის ხო, ეს უკვე ადამიანზეა დამოკიდებული. მე მყოლია ქართველიც ძალიან მოტივირებული, მყავდა ერთი გოგონა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა და 45 წუთი ჰქონდა დრო ექიმია ის გოგონა. 33 წლის გოგოა, რომელსაც მარტო 45 წუთი ჰქონდა დროს, რომ ემეცადინა. გაკვეთილიდან გაკვეთილამდე. კი, 45 წუთი, ანუ ეს 45 წუთი რას გულისხმობდა ნახეთ? სახლიდან სამსახურამდე გზას, მანძილის გზას, როცა მანქანაში იყო და შეეძლო რომ მოესმინა რაღაცისთვის. მხოლოდ ეს 45 წუთი. და ამ გოგონასთვის მე ვქნიდი ხოლმე მხოლოდ და მხოლოდ მოსასმენ აქტივობებს თუ მასალებს, რომ აი ამით რაღაცაირად ფონს გავსულიყავით და ვერ გეტყვით რომ დღეს ეს გოგონა უშეცდომოდ ლაპარაკობს და ნეიტივს არის მიახლოვებული, მაგრამ თავის პროფესიაში რაც სჭირდებოდა ძალიან კარგად იყენებს ენას. ამიტომ ყველაფერი მონდომებაზე დამოკიდებული. თუ მოინდომებ, იშრომებ, გამოგივა. არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ხარ. ეს რაღაცნაირად მითი არის, რომ ქართველები ზარმაცები ვართ. სულაც არ ვართ ზარმაცები. ჩვენ თუ დავაჯერებთ თავს, რომ ზარმაცები ვართ, კი ბატონო, მაგრამ
თუ არა რატომაც არა ხო რაც გინდა და რა მიზნამდეც მიდიხარ ქართველი ხარ თუ ამერიკელი ხარ ჩემი აზრით ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ადამიანზეა ეს დამოკიდებული რა მე ვფიქრობ მე მაინც უფრო ინდივიდუალური და რახან ამაზე ვსაუბრობთ მე მგონი ყველა საინტერესებს და ხშირად ვკითხულობ ხოლმე ამ კითხვას რა ჯობია ყოველდღე მაგალითად 10-15 წუთი რაღაცა მაინც გააკეთო თუ კვირაში ერთხელ 3 საათი დაჭდე და რაღაცა იმის. ნახეთ, ჯერ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩვენი გონება არის კუნთივით, ხო? თავიდან რომ ვიწყებთ, ძალიან გვტკივდება. იმ მომენტამდეც კი მივდივართ, რომ თავი დავანებოთ ვარჯიშს, იმიტომ რომ კუნთები ძალიან გვტკივა, მაგრამ ყოველდღიური პრაქტიკის შემდგომ ჩვენი კუნთები უკვე ეჩვევა ამ პროცესს, ტკივილიც იკლებს, გადის და შემდგომ უკვე სხეულზეც გვეტყობა, ხო, ეს შედეგი. ეს ზუსტად ისეა ენაც. რა კარგი შედარებები მოყავთ. ხო, აი ზუსტად ისეა ენაც, კი. კარგი ესეთ შედარება გავიგე ადრეს და ეს ძალიან კარგია მომეწონა. ხო, ანუ ზუსტად ესეა ენაც, ან შენ თუ ერთი კვირა იმეცადინებ გამოტოვებ, მე ისევ იგივენაირად აქტივდება ხო კუნთი, იმიტომ რომ დაივიწყებს ის კუნთი იმას, რომ შენ მაგალითად ეს, ამიტომ ეს ინტენსივობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სწავლაში, ისე ვარჯიში, ისე ცხოვრებაში, ყველგან. შენ თუ დღეს თანმიმდევრულად დაალაგებ, სწავლის პროცესს თანმიმდევრულად დაალაგებ, ყველაფერი თავის ადგილას დაგილაგდება. სხვა შემთხვევაში, ორი კვირა რომ იმეცადინო 2 საათი ყოველ დღე და შემდგომ 1 თვე თავი დაანებო. იგივე ახლიდან უნდა დაიწყო. ამას ვეუბნები ხოლმე ჩემს მოსწავლეებსაც, რომ ზუსტად ისე როგორც მიდიხართ სავარჯიშოდ და იცით რომ აი ეს ამ დღეებში უნდა იმეცადინო აუცილებლად, ენასაც ისე უნდა მიუდგე, თუ არ გინდა რომ შედეგს თუ გინდა რომ შედეგს მიაღწიო. ხო, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად გეთანხმები აბსოლუტურად. ყოველდღე ცოტ-ცოტა სჯობს ვიდრე ხო, ყოველდღე ცოტ-ცოტა, სულ რომ აი 5 წუთი გქონდეს დრო, რაღაცას მოусმინე, სახლის ლაგების დროს მოусმინე. ანუ მე ეს სიტყვა არ მესმის, რომ დრო არ მაქვს, ხო? ანუ მინიმუმ ხო ვიკვებებით და კვების დროს მოусმინე რაღაცას, ხო? აქ არ არის ხაპის მიღების დროს მოусმინე, ხო რაღაცას. რომ მაინც უნდა დაწყერო და რაღაცას. აი ნახე, ჩემი მაგალითი თუნდაც ხო მანქანაში უსმენ და ადამიანი სამსახურის გზაზე მხოლოდ და მე დანარჩენე ოპერაციებზე იყო და ფიზიკურად ვერ გააკეთებდა და ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ეს მომენტი უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია რა. ჩვენ უნდა დაუსახოთ ჩვენ თავს მიზანი და მე ამ მიზნისთვის უკვე ეს დატესტილი რჩევები გამოვიყენოთ. კი. და მოდი იმასაც კითხავ, საკლასო და საშინაო მუშაობის დროის თანაფარდობას. ნუ არის მაინც ესეთი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ აი ცოტა ხანი დღეში რაღაც რამდენიმე წუთი მაინც გამოიყენე, არის კატეგორია იმ ადამიანების, ვინც მაინც ვერ პოულობს ამ 5 და 15 წუთს. ამ დროს რა ხდება? ანუ მაინც მნიშვნელოვანია ის საკლასო მუშაობის დრო, ის 1 თუ 1 საათნახევრიანი გაკვეთილები თუ რამხელაც არის, თუ რახან სახლში მუშაობის დრო არ აქვს კონკრეტულ ადამიანს, ის უნდა დანებდეს და ხელი ჩაიქნიოს, ესე ვთქვათ, საკლასო მუშაობაზეც. ხო, ეს ძალიან ისეთი ხშირი შემთხვევაა, როცა ასე ხდება, რომ აი საკლასო მუშაობა აღარაფერი აღარ არის, თუ სახლში ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ან ვერ ვისწავლი. უბრალოდ ნახე, ეს ყველაფერი დროში გაიწელება, რა თქმა უნდა, ხო? თუ მხოლოდ შენ საკლასო მუშაობით აკეთებ ამას, დროში უნდა გაითვალისწინო ის, რომ დრო მეტი დაგჭირდება, გაგიჭირდება კიდევაც პროცესი, მაგრამ ამ საათნახევრის განმავლობაში შენ მუშაობ, ოღონდ სწორად უნდა იმუშაო, ხო? ანუ თუ მაგალითად ახლა შემოვიყვანთ მოსწავლეს და მხოლოდ სავარჯიშოებს დავაწერინებთ საათნახევრის განმავლობაში და გავუშვებთ, ეს შედეგს არ გამოიღებს, რა თქმა უნდა. ამიტომ თუ შენ სწორად მუშაობ ამ საათნახევრის განმავლობაში, თუ 1 საათის განმავლობაში, კვირაში 2-3 დღე, ერთი თვის მერეც კი დაინახავ შედეგს, მაგრამ თუ ვერ მუშაობ სწორად და მარტო ან წერაზე ხარ ორიენტირებული, ან კითხვაზე ხარ ორიენტირებული და ყველა კომპონენტს
არ ითვალისწინებ, მაგ შემთხვევაში უკვე აზრი არ აქვს. თუმცა ეს მასწავლებელზეა, ხო? ეს უშუალოდ მასწავლებელზეა, კი, რა თქმა უნდა. მიხდეს, რომ როგორ ამეცადინოს ეს სტუდენტი. აი, მეც ამას ვამბობ ხოლმე და ძალიან კარგი ის არის, ხედავ რომ იზიარებ ჩემ აზრს, რომ საკლასო მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც სახლში არაფრის დრო არ კონდეს, უბრალოდ ზუსტად ეს არის, რომ პროგრესი უფრო ნელა დგება, მაგრამ ის პროგრესი მაინც დგება საბოლოოდ. კი, რა თქმა უნდა, აბა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა ამიტომ არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი, ხო? რომ აიმე სახლში ვერ მუშაობდა, გავკვეთილები მარტო, არა, გავკვეთილები მარტო, მაინც ნიშნავს საკმაოდ ბევრს. კი, სწორად დაგეგმილი გაკვეთილი, სწორად წარმართული გაკვეთილი ძალიან ბევრს ნიშნავს. შეიძლება ისიც კი ვთქვათ, რომ მარტო საშინაო დავალებები რო აკეთო, აი რო შევადაროთ დაუშვათ, რომ მარტო საშინაო დავალებები აკეთო, ან მარტო საკლასო დავალებები, მე საკლასო დავალებებს ავირჩევდი. იმიტომ რომ შენ საშინაო დავალებაში არის მიდგომა არიცი, როგორ უნდა გააკეთო, რომ სწორად გააკეთო და საკლასო დავალებაში შენ ყავს ადამიანი, რომელიც მიგითითებს, საით უნდა წახვიდე, რომ სწორად წახვიდე. იმიტომ რომ არასწორი მეცადინეობაც ძალიან ცუდია, ხო? კი. ეს ხდება ხოლმე კი, როცა არიციან როგორ იმეცადინონ. ხო, რა თქმა უნდა. მოდი, მაინც დავკონკრეტდეთ, ის ბუნდოვანი რომ არ იყოს. არასწორი მეცადინეობა რას გულისხმობს? ხო, აი ნახე რას გულისხმობ. მაგალითად, არასწორი მეცადინეობა ჩემთვის არის ის, რომ მხოლოდ წერო, გინდოდეს საუბარი, მაგრამ არ უსმენდე. ხო, ეს არის ძალიან არასწორი მეცადინეობა, ხო? ანუ არ უსმენ. კითხულობთ, სწავლობთ სიტყვებს, კი ბატონო, ყოველდღიურად 15 წუთი იქნება თუ 1 საათი იქნება ვუთმობ დროს, მაგრამ მაინც ვერ ვლაპარაკობ ისე, როგორც უნდა ვლაპარაკობდე, ხო? ჩემი ბგერები არ მომწონს, იმიტომ რომ არ უსმენ. და აი ამის მიგნება უკვე პროფესიონალთან ერთად მარტივია. რა უნდა გქონდეს გათვალისწინებული, რომ იმ მიზნამდე მიხვიდე. და მე არ მიყვარს, ზოგადად ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ და არ მიყვარს ტყუილი. თუნდაც მოსწავლე რომ მოდის და მეუბნება, რომ მე 3 თვეში ამ შედეგამდე მივალ, მე პირდაპირ შემიძლია ვუთხრა, რომ ვერ მიხვალ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ დამეთანხმოს ზოგი და ეს мотиваცია დავუკარგო ამით, მე ვფიქრობ, რომ უნდა უთხრა, მით უმეტეს ზრდასრულ ადამიანებზე მაქვს საუბარი, ხო? ახლა პატარას არ ეტყვი, იმიტომ რომ ამას არც დაგისვავს ამ შეკითხვას, მაგრამ ზრდასრული ადამიანები რომ მოდიან, ვფიქრობ, რომ რეალობა უნდა იცოდნენ. ხო, იმიტომ რომ აზრი არ აქვს რაღაცა თვეების გაწელვის კუთხით, რომ შემოსავლა. ისედაც თავიდან მე მგონი ამ დროის გათვლა საკმაოდ რთულია ნებისმიერ შემთხვევაში. მით უმეტეს სანამ გაკვეთილები დაიწყება, სანამ ის, იმიტომ რომ ხშირად იციან ხოლმე აი კურსის დაწყებამდე უკვე კითხულობენ ამას, რამდენი თვე დამჭირდება. ხო, მაგრამ აი ხომ არის ესეთი კურსებიც, რაღაც 3 თვიანი კურსები, ზოგი ვინც არ ეკამებს როგორც თქვით, კი, 1 წლიანი კურსები, მაგრამ ანუ ერთადერთი მე რასაც ვეთანხმები ამ რაღაცა რამდენიმე თვიან კურსებში არის ის, რომ თუ გინდა რაღაცა ტვინის გავარჯიშება, პრაქტიკა, დონე თუ შემოწმდება და სწორ ჯგუფში ჩავჯდები და სწორად წავმართავ ამ კურსს, რატომაც არა მივიღებ მონაწილეობას, ხო თუ მეცოდინება მე მიზნობრივადაც უნდა მივიდე, რატომაც არა მივიღებ, ან ვიცი რომ აი ამ კონკრეტული 6 თვის მერე მე გამოცდა უნდა ჩავაბარო, კი, რა თქმა უნდა, ასეთ კურსებს მივესალმები, მაგრამ არა მიზნობრივად ყველა დონის ადამიანთან ამ კურსების გაკეთება არ არის უბრალოდ შედეგის მომტანი რა. და თუ შედეგი არ მოვიდა ჩვენს პროფესიაში, ამგონია რომ ერთჯერადი მოსწავლე ვინმეს უნდოდეს, ან კარგი იყოს, ხო, რეკომენდაცია არის ყველაფერი ამ პროფესიაში. კი, word of mouth-ი მოკლედ ძალიან საქართველოში მით უმეტეს. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან პატარა ქვეყანა გვაქვს და ყველას იცნობს და თავარი ეს არის ამ სფეროშიც მით უმეტეს. კარგი, მოდი გადავიდეთ შენს მეორე მიმართულებაზე. ტრენერობა, ანუ როდის მივხვდი რომ მხოლოდ მასწავლებლობა აღარ იყო საკმარისი და გინდოდა რომ რაღაცა დაგემატებინა და დაგეფართოვებინა. ეს ძალიან საინტერესო იყო ჩემს ცხოვრებაში, საინტერესო პერიოდი იყო. ეს ძალიან სპონტანურად მოხდა თავიდან. მე ჯგუფი როცა შევქმენი, ეს პირველი ჩემი ჯგუფი იყო Top Scores Achievers და ახლა მაქვს Facebook-ზე და ნუ გვერდი ლერნერა, ნუ ლერნერა უკვე ბევრმა იცის, მაგრამ ეს Top Scores ჯგუფი რომ შევქმენი, ჩემი მთავარი მიზანი გულწრფელად იყო ის, რომ
მე ჩემი ცოდნა და რასაც აღმოვაჩენდი და რომ შეხვიდეთ და ახლაც ნახოთ, ყველაფერი სრულიად უსასყიდლოდ არის გაზიარებული, ძალიან ბევრი მასალა შევქმენ იმისთვის, რომ დავხმარებოდი აბიტურიენტებს, მასწავლებლებს, ყველას, ვისაც სჭირდებოდა ინგლისური ენის სწავლა და ეს ფინანსური საშუალება აფერხებდა. მე ამ ჯგუფში ვატარებდი ხოლმე სრულიად უფასო ლაივ შეხვედრებს, ვინც თავიდან მომყვება და მეთანხმება, სრულიად უფასო ლაივ შეხვედრებს და უზიარებდი ხოლმე რეკომენდაციებს, რჩევებს და ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ხო და ასე გავხდით 10,000 ადამიანი და ეს 10,000 ადამიანი ჩემთვის იმდენად ძვირფასი გახდა, რომ დღესაც ხო აი ვინმე რომ ჩემი ტელეფონი სულ ინთებაში ამჩნევდით, ან სულ მესიჯები მომდის. იმიტომ რომ მე ყველას შემიძლია ვუპასუხო მიუხედავად იმისა, მაქვს თუ არა ამის დრო, ღამის 2 საათზე, 3 საათზე მოუწერიათ ადამიანებს და მიპასუხია. ანუ ეს იყო ჩემი მოწოდება, აი ეს გაზიარება. მინდოდა რომ დამეწყო გაზიარება იმ ჩემი აღმოჩენების, რასაც მე ჩემთვის ვაკეთებდი. არ მინდოდა რომ ჩემს კომპიუტერთან დარჩენილიყო ეს ყველაფერი და ლაივ შეხვედრებიდან შემდგომ მოთხოვნა წამოვიდა, რომ იქნებ შევხვდეთ და ტრენინგი ჩავატაროთ რაღაცა ამ თემებთან დაკავშირებით და ამ ადამიანებთან ხო, ამ ადამიანებისგან წამოვიდა და რატომაც არა, შემდგომ უკვე დავიწყეთ ეს მე და ჩემმა მეგობარმა დავიწყეთ ეს ყველაფერი. პირველი შეხვედრა მოხდა 8 ადამიანთან. 8 მსმენელი მყავდა, კი, 8 მსმენელი მყავდა პირველად. წარმოიდგინეთ, 2 ეტაპად ჩავატარეთ, 8 მსმენელი ყავდა, იმიტომ რომ იმ მომენტში ეს ფინანსური სარგებელი არ გქონდა არანაირი. იყო რამე გადასახადი. ხო, რა თქმა უნდა, ხო, გადასახადი იყო იმ ხრივ, რომ ჩვენ გვექირავებინა, სადაც უნდა ჩაგვეტარებინა ტრენინგი. და 8 ადამიანზე მეტი ადგილი არ იყო იმ მომენტში, სადაც ვიქირავეთ ეს და ამიტომ 2 ეტაპად ჩავატარეთ, წარმოიდგინეთ 8 საათიანი ტრენინგი, 2 ეტაპად ჩავატარეთ, ანუ 4 საათი, არა 4 საათი, მთელი დღის განმავლობაში. მაგრამ აი იმდენად ემოციებით დამხტული ვიყავი ბოლოს, რომ მეგონა რომ რაღაც ძალიან დიდი გავაკეთე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 2 წლის წინ იყო პირველად, ან 2 წელიწადნახევრის წინ, ასე იყო. არა, მეტი 2 წელიწადნახევრის წინ, კი. 3 წლამდე ასე და ძალიან კარგი იყო და ვფიქრობ რომ სწორ დროს დავიწყე ეს ყველაფერი. შემდგომ უკვე AI-ც გახდა ჩვენთვის ესეც ცნობილი და AI-ზე დავიწყე ეს ტრენინგები. AI კავშირში ინგლისურთან. რა თქმა უნდა, AI განათლებაში, ყველაფერი ინგლისურთან კავშირში და აი დღეს რომ ვუყურებ ხოლმე, დღეს გავიზარდეთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ბრენდი გვაქვს უკვე, ლოგო გვაქვს, 8 კაციან ტრენინგებს აღარ მართავთ, რეგიონებში დავდივართ, საზღვარგარეთ ვაპირებთ გასვლას ჩვენს მასწავლებლებთან ერთად და მგონია რომ აი ზუსტად ის იყო დასაწყისი, მე რომ ის რაღაცები არ გამეკეთებინა იმ მომენტში, როცა ამას ვაკეთებდი, თავიდან ძალიან რთულია. როცა შენ 30 გამომწერი ყავს მხოლოდ და ესენიც შენი მეგობრები არიან, мотивация იკლებს დაბლა. და ფიქრობ რომ შენ რაღაცა არასწორს აკეთებ, ან არასასარგებლოს აკეთებ და ბევრჯერ მქონია მომენტი, რომ მოდი ელენა თავი დაანებე ამას და მაგრამ არასდროს არ დავნებებულ ვარ და მე მგონია რომ აი დღეს რაც არის ამის დამსახურება და ხო, რომ მივყევი ბოლომდე მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ძალიან რთულია შენ ადამიანებთან მოიპოვო ეს კეთილგანწყობა და ადამიანებმა გცენ პატივი, იმიტომ რომ შემდგომ ხდები ყველასთვის ხელმისაწვდომი. როცა სოციალურ ქსელში გამოდიხარ, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხარ და მათთვის უკვე შენ ხარ ელენა გიორგაძე და ბევრი რაღაც აღარ გეპატიება. იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ხარ. და ცნობადი ხარ ასე ვთქვათ. ხო, და ნუ ეს ზართულია, ეს ყოველდღიური რაღაც არის, რომ მაგრამ ამავდროულად ეს ამის უკან ძალიან დიდი ადამიანთა გუნდი დგას, რომელიც ყოველდღურად შენ мотиваციას გაძლევს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი. რას მეტყოდი? კარგი მასწავლებელი ავტომატურად კარგი ტრენერია? ხო, ეს რა თქმა უნდა არა. აი, ნახე, როგორც იტყვიან ხოლმე, რომ
თუ ინგლისური იცი, მასწავლებლობა შეგიძლია. დაახლოებით იგივე თემაა. დაახლოებით იგივეა. ინგლისური ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის მით უმეტეს ამ საუკუნეში. და უნდა ითქვას კიდეც ისიც და უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელმა თაობამ იმდენად კარგად იცის ინგლისური, რომ მათ გვერდით დაუდგე ცოტა რთულია. იმიტომ რომ აი ეს თუნდაც გამოთქმები, თუნდაც ეს სლენგები, ეს იდიომები ძალიან აქვთ გამჯდარი. ზუსტად ისია აქაც. შესაძლებელია იყოს ძალიან კარგი მასწავლებელი, მაგრამ ტრენერობას კიდევ სჭირდება სხვა უნარები. პირველი ის, რომ შენ უნდა შეგეძლოს უამრავი ადამიანის შეკითხვას გასცე პასუხი და ყოველთვის იყო მზადყოფნაში იმისთვის, რომ მათ სჭირდებათ შენი დახმარება და შენ უნდა დაეხმარო. მე მგონია ასე, მე იმ 3 საათიან ტრენინგში, რასაც ვაკეთებ, იმის იქით, რა შეკითხვებსაც მისვამენ, ეს იქნება სოციალურ ქსელში თუ პირადად თუ შემხვდებიან, თუ როდის და როდის, მე მზად ვარ იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს მათ ვუპასუხო. ერთი ეს, მეორე არის, რომ უნდა შეგეძლოს აუდიტორიასთან ურთიერთობა. გაკვეთილს ატარებ კი მესმის ბავშვებთან, ამავდროულად რაღაც ან ონლაინ, ან რაღაცა ჯგუფთან, მაგრამ როცა აუდიტორიაზე გადიხარ, იქ ყველასთვის მოსაწონი არ ხარ. და ყველა ადამიანს რომ მოერგო, ეს ძალიან ბევრ რაღაცას მოითხოვს და ესეთი აი ძალიან რთულია. ანუ რაღაც სპეციალური უნარები უნდა ხო, ანუ აი ბუნებრივად უნდა ქონდეს სიტყვები. ბუნებრივად მგონია რომ არაფერი არ გაქვს ადამიანს. ყველაფრის დასწავლა შესაძლებელი, რასაც მოისურვებ, ყველაფერს დაისწავლი. მაგრამ ამასაც ხომ ის უნარები ჭირდება, რომ დაისწავლო. აი რაღაცა უნარები მაინც გჭირდება, ხო? ლიდერული უნარები გჭირდება პირველ რიგში, იმიტომ რომ საზოგადოება უნდა გამოყვეს. ესე მარტივი არ არის, რომ საზოგადოება გამოყვეს. შენ უნდა შეძლო, რომ გამოყვეს საზოგადოება. შესაძლებელია ძალიან მაგარი პროფესიონალი იყო, ძალიან მაგრად იცოდე ენა, მაგრამ არ წამოყვეს საზოგადოება. სადღაც იღბალიც ურევია ამ ყველაფერში. ხო. ალბათ ესეა კი. და შენი მხრიდან როგორ ფიქრობ, ანუ გაქვს ეს, მე მგონი გაქვს რაღაც ისეთი ორატორული ნიჭი. ხო, მე ჩემ თავზე საუბარი არ მიყვარს სიმართლე რომ გითხრათ. ხო, მაგრამ აი თავიდან როცა დაიწყე ეს პროცესი, ხო, შენ თქვი რომ მოგეწონა ეს ყველაფერი. მე სიამოვნებას რომ არ ვიღებდე ამ ხელა საქმეს ვერ გააკეთებ. ანუ ეს ძალიან დიდი შრომა არის იმის იქით, რაც ჩანს და გამოდის გარეთ. მოსამზადებელი პერიოდი. როდესაც ვიდეოს ვიღებთ, თუნდაც ერთ ვიდეოს სოციალური ქსელისთვის, ეს არ არის ერთი კადრი, რომელსაც გადაიღებ და დადებ. შემდგომ ამ ვიდეოს სჭირდება დამუშავება, განთავსება, მესიჯებზე პასუხი, კომენტარებზე პასუხი. ძალიან ბევრი შიდა საქმე არის იქ, რასაც ჩვენი მსმენელი ვერ ხედავს. და ამისი შინაგანი ეს internal motivations, რასაც ვეძახით, თუ არ გაქვს ადამიანს, ვერანაირი ეს external motivation ვერ მოგცემს. ანუ ვერ გექნება ეს გამორიცხულია. შინაგანად უნდა გქონდეს ამის мотиваცია, რომ ამ საქმეს აკეთებდე. თუ ამის мотиваცია არ გაქვს, ვერ გააკეთებ. ხო, ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ არ იქნები ისეთი, როგორც უნდა იყოს. და რახან შენ ტრეინინგები ახლა ბოლო დროს AI-ზეა, ხო, ძირითადად? ძირითადად სულ, ანუ ჩემი ტრენინგები არის AI-ზე, სხვადასხვა თემებზე გაკვეთილთან დაკავშირებით, მაგრამ AI ყოველთვის ფიგურირებს ჩართულია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. შენ მითხარი, რა დავალებებს ანდობ შენ თვითონ AI-ს და რას ვერ არის რამე, რასაც ვერ ანდობ? ხო, რა თქმა უნდა. მე AI-მ ძალიან გამიმარტივა. მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ტრენინგებზე, რასაც ვაჟღერებ, ამას ვიტყვი ახლაც. თუ AI-მ ჩვენ გაგვირთულა პროცესი, მაშინ AI აღარ გჭირდება. იმიტომ რომ ნონსენს არის რა, აზრი არ აქვს. იმისთვის არის რომ გაამარტივოს. რა თქმა უნდა, ანუ AI-მ უნდა გაგიმარტივოს პროცესი, იმიტომ რომ თუ AI-მ შენ პროცესი არ გაგიმარტივა, მაშინ რისთვის იყენებ, ხო? თუ პირიქით გაგირთულა და ვერ იგებ რომელ აპლიკაციაში შეხვიდე, სად გადახვიდე, სად გადმოხვიდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მე ყოველთვის ვაკეთებ ასეთ რაღაცას. ვაკეთებინებ თითქმის ყველაფერს AI-ის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არის ჩემი.
ანუ საბოლოო გადაწყვეტილებას ხელოვნური ინტელექტი ვერც ერთ ჩემს საქმეში ვერ მიიღებს. იმიტომ რომ მე უნდა გადავამუშავო ეს ყველაფერი. ანუ ჩვენ არ ვართ შენ AI ბრმად ესე ვთქვათ არ იმაშვები არ კოპირებ ხო რასაც ის არასდროს უბრალო სტატუსსაც რომ ვდებ დავუშვათ Facebook-ზე და რაღაცა კონკრეტულს ვაკეთებინებ AI-ს, იმასაც კი ყოველთვის კითხულობ, ყოველთვის ჩემს ადამიანურ ენაზე ვწერ ამას, უბრალოდ იდეების გენერაციისთვის ძალიან კარგია, მაგრამ AI ჩვენ თუ ბრმად ვენდობით, ის აუცილებლად ჩაგვანაცვლებს. სხვა შემთხვევაში AI არის ჩვენი ასისტენტი, ძალიან კარგი ასისტენტი, იმისათვის რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ, მაგრამ თუ ნდობას გამოუცხადებთ ერთპიროვნულად, იქ უკვე გამოდის რომ შენ აღარ ხარ, შენ ხარ ასისტენტი ამ შემთხვევაში და ის არის მთავარი, ხო? აი ეს არ უნდა დაგვემართოს, რომ ის გახდეს მთავარი და შენ გახდე ასისტენტი. ყოველთვის არ უნდა ვენდოთ AI-ს. AI-ის ჰალუცინაცია ძალიან ხშირია. აი მე ამ დატესტვის პროცესში რომ ვარ ხოლმე, ხო? ყოველთვის ტესტავ ამას, რომ აი რაღაცეებს რაც დავუშვათ ვიცი, ამას ბევრჯერ ვეუბნები, რომ აი ეს სწორია, ხო? და რაც ვიცი რომ რეალურად არასწორია. და ბოლოს იმამდე მივდივართ, რომ უიკი სწორი ყოფილა. ხო, მეთანხმება. ანუ გამოდის, რომ AI ყოველთვის მართალი არ არის. ანუ ჰალუცინაცია ემართება, იმიტომ რომ ისიც ჩვენიდან სწავლობს, ხო, ადამიანებიდან სწავლობს. ხო, თუ დაარწმუნე რაღაცაში, რომ ისესია, ის დარწმუნდება და გეტყვის, რომ კი იცი ასეა. ანუ მე იქ კიდე სხვადასხვა ეს ჩატბოტები არსებობს და უნდა იცოდე რისთვის რა გამოიყენო, რომ სწორად გამოიყენო, პრომპტი უნდა მისცეს სწორად. თუ შენ ეს არ იცი და უბრალოდ ეუბნები რომ რაღაცა გამიკეთე, ის არ გაგიკეთებს ისე როგორც გინდა. ამიტომ აი ეს ამთავარი, რომ ის არ ვაქციოთ ჩვენს რაღაცა წამყვანად და ჩვენ უბრალოდ გავუყვეთ მას, სადაც წაგვიყვანს, იქით არ უნდა გავუყვეთ. პირიქით, ჩვენ სადაც წავიყვანთ, პროცესებში უნდა დავიხმაროთ, ეს ამნიშნავ. ეს ძალიან კარგი რამ ახსენე, მაგის კითხვა მინდოდა, ანუ შენ რო თქვი რომ ბოლომდე არ ვენდოთ, მინდოდა ესეთი კითხვა დამესვა, თუ ყოფილა შემთხვევა, როცა შეცდომაში შეუყვანი ხარ, ანუ შენ პირიქით ესე დაგიტესტია, რომ გენახარ რამდენად მასაც ყოფილა, რომ შეცდომაში შეუყვანი ვარ, აი მაგალითად, როდესაც მე ჩემი ტრენინგებისთვის სხვადასხვა აპლიკაციებს ტესტავ ხოლმე, თუნდაც მიკითხავს დაუშვათ კლოდისთვის, რომ მომეცი დაუშვათ უფასო აპლიკაციები, რომელსაც ამაში გამოვიყენებ და ის ბოლომდე მარწმუნებს, რომ კი ელენა უფასოა, მაგრამ ფასიანია აპლიკაცია. ჩემთვისაც ხო. ანუ ეს ძალიან ისეთი მარტივი მაგალითებია პრინციპში ხო, მაგრამ ხო, აი, იცით როგორ არის, თუ ჩვენ სრულიად ვენდობით და ამ AI-ს გაუყვებით და ყველაფერს გარეთ გამოვიტანთ, რასაც AI გვეუბნება, ძალიან უხალხო მდგომარეობაში აღმოჩნდებით. იმიტომ რომ ჩვენ თავის დასაცავი არგუმენტებიც კი აღარ გვექნება რეალურად ჩვენი შექმნილი არის. აი მე არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მინახავს წიგნებიც, რომელიც სრულიად AI-ის მიერ არის შექმნილი. და ეს ძალიან ხო, ეს ძალიან მაბრაზებს ხოლმე მასალები, წიგნები. აი მაბრაზებს ის, რომ მე ვიცი AI-ის ენა რა არის და როდესაც ვნახულობ წიგნს, აი დარწმუნებული 100%-ით, რომ უბრალოდ გადმოკოპირებულია. ერთხელაც კი არ აქვს გადაკითხული წიგნის ავტორს და აი ამას ნუ გავაკეთებთ რა მასწავლებლები. კარგი ეს არის ეს შენიშვნა ძალიან ხშირად ბოლო დროს ხდება სხვათა შორის არა ქართველის ამ შემთხვევაში უცხოელი მასწავლებლების და პეიჯების დადებული vocabulary sheet რო არის და აი ისეთი სასწაულები ფოტოებია AI-ის გენერირებული შეიძლება ეს table ეწეროს მაგრამ იქ ეწეროს ჭიქაზე chair და ტელეფონზე laptop და გიждები ხოლმე რომ აი ეს დიდი პეიჯები რომელსაც რა ვიცი ხანდახან 100,000-ობით ლაიქი აქვს აი ამ კონტენტს დებს ხო კი ნახეთ აი ამისთვის კონტენტის გაკეთებისთვის კიდე ძალიან გვეხმარება AI ხო რაც არ უნდა ვთქვათ რომ ყველაფერს ჩემით ვაკეთებ, ეგრე არ არის. იდეებს მაინც ვეკითხებით, ხო, აუცილებლად. და ეს სრულად არ არის დანაშაული, უნდა ვთქვათ, რომ კი, ვაკეთებთ ასე. AI-ის ეპოქაში ვცხოვრობ და რატომაც არა უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ამას ვამბობდი, რომ ჩვენ თუ არ გადავამოწმებთ, ადამიანებსაც გვეშლება და რობოტს რო შეეშალოს, ხო, როგორ უნდა მოვთხოვოთ, რომ რობოტს არ შეეშალოს. ის არ არის უშეცდომო, არავინ არ ვართ უშეცდომოები. კარგი ასისტენტია,
მაგრამ ესე ბრმად არ უნდა ვენდოთ და ყველაფერი არ უნდა გამოვიტანოთ არაფრისთვის, არც ფინანსური შემოსავლისთვის, არც მარკეტინგისთვის, საერთოდ არაფრისთვის, იმიტომ რომ ეს უფრო მე მაგალითად აი ასეთი წიგნები, სადაც მინახავს, რომ სრულიად AI-ის მიერ არის შექმნილი, არა მხოლოდ ის, რომ მე ამ წიგს მეორედ აღარ შევიძენ, არამედ ის, რომ ამ ადამიანთანაც აღარ მინდება, რომ რაღაცა გაზიარება მოხდეს ჩვენ შორის, როგორც კოლეგებს შორის. იმიტომ რომ აღარ მივიჩნევ კოლეგად იმ მხრივ, რომ ანუ AI-ია ჩემი კოლეგა, რაღაცა რომ გამოგაქ, უნდა იყოს, რომ 8 წერია იმას ელენა გიორგაძე, ნამდვილად ელენა გიორგაძე უნდა იყოს და არა AI, ხო? კი, რა თქმა უნდა, ეს რაღაცა template-ი შეგვიძლია მოვაცემინოთ, მაგრამ სრულიად რომ ასე ვენდოთ და უბრალოდ copy paste გავაკეთოთ და შემდგომ ეს ჩვენი სახელი დავაწეროთ. ჩვენი სახელი გვარი დავაწეროთ და გავყიდოთ არ ვიცი, ძალიან დიდი დანაშაულია ჩემი აზრით. ესმის მართებული არ არის. ხო, იმიტომ რომ იმას ხო ბავშვებიც იყენებენ პირველ რიგში. მასწავლებელი იყენებს, ანუ მე წიგს იმიტომ მყიდულობ, რომ შემიმსუბუქოს საქმე და არა მე ის წიგნი ახლიდან გადავამუშავო, ხო? და შეცდომები აღმოვაჩინე ხო, რა თქმა უნდა. ახლა შეცდომა შეიძლება იყოს, ამისგან არავინ არ ვარ დაზღვეული. მეც რო გადავხედო, დავუშვა შეცდომას, რაღაცა შეიძლება გაგვეპაროს და მithქვამს კიდეც ავტორისთვისაც, რომ აი აქ პასუხებში მექანიკურად მოგივიდა რაღაც და გაასწორე, რომ სხვას აღარ გქონდეს რაღაცა ტირაჟში, შემდგომ ახალ ტირაჟში ესე გამოუშვი და მეც რომ მითხრას, ვინმე სრულიად ჩვეულებრივი მომენტია. მაგრამ იქ უკვე როცა ხვდები, რომ სრულიად AI-ია, იქ აღარ მიჩნდება ამის სურვილი, რომ მას ესე რაღაცა კოლეგიალურად მივწერო, დავუკავშირდე და უთხრა, ხო? კარგი, მაშ, მოდი გადავიდეთ ჩვენ ახლა ჩვენს ბლიცზე. ხო. მოკლე კითხვებზე და მითხარი ბრიტანული ინგლისური თუ ამერიკული ინგლისური? ამერიკული. დილის გაკვეთილები თუ საღამოს გაკვეთილები? საღამოს. რატო? იმიტომ რომ ჩემი მოსწავლეები ხშირად არიან ამერიკაში და მივეჩვია ამ პროცესს, რომ საღამოს გაკვეთილები მიწევს და ამიტომ მივეჩვია. თან საღამოს ადამიანი ვარ, ვიდრე დილის და ხო. რომელი AI? გაჩნია რა კუთხით? ნუ მაგალითად ინგლისურის კუთხით, დაგეგმვის კუთხით? დაგეგმვის კუთხით კლოდი. წერის კუთხითაც კლოდი. ფოტოების გენერაციისთვის და ვიზუალიზაციისთვის Gemini და რაღაცა კვიზების შესაქმნელად ETKFA. ხო. ყველას იყენებ ესე თავის მიზნებს. ხო, ძალიან ბევრს ვიყენებ სხვადასხვა მიზნებისთვის. კი ბატონო. ინტროვერტი სტუდენტები თუ ექსტროვერტი? ორივე. სხვადასხვა გამოცდილება იცი, მე ძალიან მიყვარს ეს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა და ყოველთვის ფსიქოლოგიას ვაკვირდები ხოლმე პირველ რიგში. ალბათ რომ არა მასწავლებელი, ფსიქოლოგი ვიქნებოდი. კი, ვთქვი რომ ექიმობა მინდოდა მეთქი, მაგრამ ყველას გვაქვს პატარა ესეთი. კი, რა თქმა უნდა, მასწავლებელი ხო ყველაფერია. ეს ფოტო რო არის, მრავალი ხელი რო აქვს მასწავლებლებს. ხო, არის სასაცილო ვიდეოებიც იყო ადრე მაგაზე. დაბეჭდილი წიგნები თუ PDF-ები? PDF-ი. მე მიყვარს ბეჭდური ვერსია წიგნების, სურნელი მიყვარს წიგნის ზოგადად, მაგრამ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე PDF-ებს უფრო ვიყენებ, იმიტომ რომ აი ამების ტარება ფიზიკურად შეუძლებელია, გაკვეთილზე ზოგჯერ იმდენი მასალა მინდა ხოლმე, რომ აი ეს რო ესე აკიდებული ვატარო ცოტა. გამიჭირდება. PDF-ები ძალიან მოსახერხებელი. ვინც ჩემთან იყო, ყველა მიცის ჩემი და ბლოკნოტების სიყვარული. აუ მე ძალიან მიყვარს სხვათა შორის უამრავი ბლოკნოტი მაქვს. ტრენინგებს რო ვატარებ ხოლმე, იქიდან სულ მაქვს ბლოკნოტი. ყველას ასტუმროს ბლოკნოტი მაქვს. ყველაფრის ბლოკნოტი მაქვს საერთოდ. ძალიან დიდი მადლობა და რასაყვარელია, აუცილებლად გამოვიყენებ კარგი საქმეებისთვის. იმედი მაქვს. ძალიან დიდი მადლობა, უაღრესად საინტერესო იყო ჩვენი სწავლება. ძალიან საინტერესო იყო. გაზიარება. ძალიან ვისიამოვნე. მე მინდა რომ წარმატება გისურვო და მინდა რომ ეს პოდკასტი მარტო პოდკასტად არ დარჩეს და ბევრმა ადამიანმა დაიწყოს ამ ყველაფრის ყურება, მოსმენა, იმიტომ რომ მასწავლებლის პროფესია შესაძლებელია ჩანს ძალიან მარტივი. ყველას ასე გონია რომ მასწავლებელი ხარ, ოკეი, ნუ არაფერია, მაგრამ
იმის იქით, რაც ჩვენს 1 საათში ჩანს გაკვეთილის იმ ხელაში, რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენს, ვინც ჩვენი პროფესიის არ არის. კი, გეთანხმები და შენ დიდი წარმატება შენ საქმიანობაში. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ესე დასრულდა ჩვენი პოდკასტი დღეს. თუ მოგეწონა, თუ თვლი რომ მეტმა ადამიანმა უნდა უყუროს, მაშინ დაალაიქე და გააზიარე. შევხვდებით შემდეგ ორ შაბათს ასევე YouTube-ზე. კარგად.